ადამიანს მიეცეს შენ მოიმაო მოღვაწე სული წმიდაო შენ სირგული 1000-ეულები ცხოვრდებიან ერთ-ერთ წმინდას უთქვამს ეს და ეს მართლაც დიდი რეალობაა და მართლაც ასე არის ღმერთმა დალოცოს უფალი ეწეოდეთ დამილოცნიკათ ყველას თავარია საასო არ წარიკვეთოთ საასო წარკვეთილება ეს მძიმე და უმძიმესი ცოდვა ეს პირდაპირ ეშმაკის წისქვილზე ასხავს წყალს და ღმერთმა ყოველდღე დაგიფავს საასოს ნუ წარიკვეთ არამედ მიემთხვიეთ ღმერთსა ჯობია შენ რაღაცა განსაცდელი აი განსაცდელში აღმოჩნდე ვიდრე საასო წარიკვეთო მაგ განსაცდელი ჟამს იცოდე უფალი შენთან არის უფალი არ გტოვებს და დიდწმინდანებმაც ეს მიიღეს თავის თავზე უფლის შეწევნა არიან მრავალი წმინდანები ესეთი ვინც ესე იგი განსაკუთრებით ახლა მე შევიძლია ახლა მდგომარეობაში დაგისახელოთ თუნდაც ანტონი დიდი ეგვიპტელი მოღვაწე ანტონი დიდი და შენ წარმოიდგინე რა მძიმე განსაცდელი ქონდა როგორი მხეცები მძღვინვა როგორი კიდევ სხვადასხვა საზარელი ხმები ესმის მაგრამ რა შრება ანტონი ის პედგრად ებრძვის და ბოლოს დაიღალა ეს ანტონი და უფალიც გამეცხადა უფალო მე ასე მდგომარეობაში ვიყავი შეიძლება დავმარცხებულიყავი რატომ არ მომხედე რატომ რა უთხრა იცით უფალმა ანტონიო შენ რასაც აკეთებდი მაგ ესე იგი განსაცდელი რაც არის და იმას რომ აღასრულებდი მე მაგ განსაცდელი კიდევ უფრო ღრმად ვიყავი სიღრმეში და შენ გაკვირდებოდიო გითვალთვალებდიო რო დამარცხებულიყავი მე მაინც გავიმარჯვებდიო მაგრამ შენ გაიმარჯვე ანტონიო აი ესე უთხრა აი ხედავთ განსაცდელის ჟამს უფალი ჩვენთან არის აუცილებლად და უფალი არის რა თქმა უნდა დიდი უბრძნესი მასწავლებელი მოძღვრას კიდევ და გვასწავლის ესე იგი რომ დაინახოთ რაღაცა მივიღეთ აბა როგორ მივიღეთ გამოცდა ჩავაბარებ თუ არა და უშვებს ცოტა ნელ-ნელ ამ განსაცდელებს და გამოდის რომ მრავალი წმინდანის ცხოვრება ისია რომ მართლა როიტყვიან წარმატებით გაიარეს ეს გამოცდა და მართლა ჩამოყალიბდნენ ძლიერ წმინდანებად დიდი მადლობა მამაო თუ შეიძლება აი როგორ ადამიანს არ ემართება ის სიბოროტე რაც არის აი ჯადო